მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლეძე იმუშავებს. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესის უკმაყოფილოა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ მიწის რეალური ფართობი ბარათში არ აისახა. მოსახლეობის ნაწილს კი ჯერჯერობით ბარათიც არ მიუღია. და საგაზაფხულო სამუშაოები გლეხებს უკვე კარს მოადგათ. ხელისუფლების მიერ დაანონსებული დახმარების მომლოდინეები ახლა უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას ვერ ფარავენ. პრობლემები სასოფლო-სამეურნეო ბარათების ირგვლივ ორ კატეგორიად იყოფა: მიწის ფართობების არაადეკვატური ბარათები და საერთოდ ბარათის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. არ ვიცი, ვერ გამარგვიენჯე ვერავინ მოდი. რა შედის, რა არის, რა ბაზიანი 1000 მეტრო რამდენი არის, 2000 რამდენია ვერ გავიგეთ ვერავინ. ვისაც არა აქვს საყანე ფართობი, იგენს უფრო მეტი ვაუჩერი მოუწია და მე მაგალითად საყანე ფართობიც მაქვს, ისეთ ფართობიც მაქვს, თხილი მაქვს მოშენებული, ამაზე საერთოდ რეაგირება არაფერი არ ხდება. მე არ ვიცი რა ხდება. მე ჯერი არ მიმიღია და რომ მივიღე, ხო, არ მოსულა, ვიკითხე გუშინ და არ არისო ჯერიო შენზე მოსულიო და შვილზეა მოსულიო და რა არის და რა არ არის, მე ისი ცალკე წერია და ცალკე კომლია და მე ახლა იმას ჩამოვა და თვითონ გაარკვევს. რა რომეო იყო ეს ჩვენი კუთხე? ერთი 20 ადამიანში ერთ ორს ექნება აღებული და არა ნორმალურად თან კიდე. შვილო 3000 მეტრო ყანას ვიღებ, ვამუშებ, მთელი 30 წელიწადია. ყანას თორა სხვა არაფერში არ წერია და მივიღე 1000 მეტროს. ხო, ერთი ცალი ვაუჩერი. რაღაცი არის, მთელი ნახევარი აი კუთხე ჩვენი. მაგრამ ხალხი ახლა არ გამოდის სხვენიად. მე ჩავედი ქვევით, უთხარი გამგებესაც. დამატების სიაში იქნები. უყურებ ახლა თუ იქნები დამატების სიაში და თუ რამეს ხონცო ვერ ვთესავ, ვერ ცხნა, ვერც ვერაფერი. რო ის იქნება, რა იქნება, სულ არ ვიცი არაფერი მაგის. ხო და ავიცი ხომ ეკუთვნის მკვიდრი ვარ მე, თუ ამ სოფლის მკვიდრი ვარ და მიწერიაში რა ქვია ფართობი, რაოდენობა, ყველაფერი. დღეს იქნება, ხვალ იქნება, ამბობენ და არაფერი არაა მაგის. ჩვენ სიტუაციაში გარკვევა გურიანთის მაგალითს ვცადეთ, თუმცა სურათი თითქმის ყველა სოფელში იდენტურია. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ფართობების რეალური მოცულობა ბარათში არ აისახა და სახელმწიფოსგან ორჯერ ნაკლები მიწის შესაბამისი დახმარება მიიღეს. არის მოსახლეობის ის კატეგორიაც, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო ბარათი ჯერ საერთოდ არ მიუღია, არადა სამუშაოები უკვე გვიანდება. რა თქმა უნდა, ხალხისთვის შეღავათი არის, რა თუნდა რაზეა, ორი აზრი არ არსებობს მაგაზე. უნდა მოვიდეს თავის დროზე, რა თქმა უნდა. მე რაღა მნიშვნელობა ექნება თუ თავის დროზე არ მოვიდა. არაფერი არ იცი. როდესაც იქნება? ამ კვირის ბოლოს იქნება რა ბაქრავის ამ კვირაში. ახოთ. ახლა დარიგებული უნდა იყოს, ისი და ხალხი დაყოფილი უნდა იყოს, ახლა გასული უნდა იყოს. გვიანდება, არ გვიანდება, აგერ კივია, ეგერ ვენახია, ეგერ ის კარტოფილი მაქვს, ეგ კარტოფილი ახლა სასუქი თუ არაფერს მიეცი ვიზი არ მოვა ისი აქანა არაფერია. ეს სასუქი მე არა მაქვს, ფული მე არა, პენსია წამალში არ ყოფნის მარტო მე და ჩემი მეუღლე. იურისტი ია მემარნიშვილი ამბობს, რომ ერთი და იგივე პრობლემით უკვე უამრავმა ადამიანმა მიმართა. მემარნიშვილის ვარაუდით ეჭვქვეშ თავად იმ ადამიანების კვალიფიციურობა დგას, ვინც აღნიშნული მიწების აღრიცხვას აწარმოებდა. იურისტი შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას თვის ბოლოს აპირებს. ნახევარზე მეტი ოზურგეთის მოსახლეობაში დარჩენილი არის ვაუჩერის გარეშე და არ არის ეს ძალიან ისეთი პრობლემა რომ გადაუჭრელი ყოფილიყო, მაგრამ ჩემი აზრით უნდა ყოფილიყო აქ კომპეტენტური პირები, ასევე არ უნდა მე ვფიქრობ რომ აქ მოხდა მიკერძოება. ვფიქრობ თუ კი ეს პრობლემები არ მოწესრიგდება ამ თვის ბოლომდე, რა თქმა უნდა მოსახლეობა არის შეშფოთებული, გაღიზიანებული ამ პრობლემების გამო და ჩვენ როგორც იურისტები რა თქმა უნდა მომართვის საფუძველზე სავალდებულოა და მე ვალდებულიც ვარ ამ მოსახლეობას დავეხმარო. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კოტე სარიშვილი ხსენებულ პრობლემას სულ სხვა მიზეზით ხსნის და დაასწრებს, რომ გამგეობა პრობლემატურ ბარათებს ისევ უკან დედაქალაქში შესასწორებლად გაგზავნის. თვითონ მოსახლეობა პირველ პერიოდში, პირველ ეტაპზე ამჟღავნებდა დაუშვათ ერთ რაოდენობის მიწის ნაკვეთებს, მაგრამ როცა გაირკვა, რომ თურმე სახელმწიფო უზრუნველყოფს უფრო მეც და არ არის ეს კამპანია დაკავშირებული დაუშვათ მიწის გადასახადთან და ასე შემდეგ, მე უბრალოდ მინდა რომ ეს სიმართლე აღიაროთ რა და
დაიწყო მე უკვე მეორე ეტაპი, როცა უკვე გამოჩნდა სხვა მიწები, უფრო დიდი ფართობები და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ადამიანები ვარ და შეიძლება თუ იმის პრეტენზია აქვს, შეიძლება ადამიანური შესწავლების გამოც იყოს ასე ვთქვათ გამჟღავნებული. ასეთ პიროვნებებს, ასეთ ადამიანებს, ასეთ ბენეფიციარებს აქვთ უფლება რომ დააბრუნონ ეს ბარათები ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან. ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ ეს ბარათები იგზავნება მე თბილისში შემდგომი რეაგირებისად. იმის გარკვევას თუ ვისი ბრალია შექმნილი პრობლემა, ვინ უნდა აღმოფხვრას ის და რა დროში, სასოფლო მიწა ვერ დაუცდის. ფართობები დამუშავებას საჭიროებს, გლეხების უმრავლესობას კი ამის საშუალება უამრავი დაპირების მიუხედავად დღესაც არა აქვს. გოჩა გვარამია სახალხო დამცველის ანგარიშ არასახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს. კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წევრის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში ნახსენები ლაფანყურის საქმიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ საქართველოში ტერორისტებს მართლაც ამზადებდნენ. გოჩა გვარამია მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი საქართველოში ევროატლანტიკური კურსისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები ქვეყნის იმიჯს უქმნის საფრთხეს. სახალხო დამცველი გამოდის და საქვეყნოდ აცხადებს, რომ საქართველოში მართლა ამზადებდნენ ტერორისტებს, ამისი ბაზები იყო. მართალია იგი ხაზს უსვამს კონკრეტულ თანამდებობის პირებს, მაგრამ კონკრეტული თანამდებობის პირების უკან ყოველთვის მოისაზრება ქვეყანა და ეს მსოფლიო აღიარებული პრაქტიკაა და იქ არავინ არ საუბრობს შემდგომ იმაზე ესა თუ ის გვართან მიბმაში. ყოველთვის სახელმწიფოს ებმება ასეთი რამ. ანუ ესეთი გაუაზრებელი განცხადებები მის მხრიდან ეს არის პირდაპირ კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა. ამ დროს კარზეა მომდგარი ვილნიუსის სამიტი და თუნდაც დაიწყოს გამოძიება, უკვე რუსეთი არ დაელოდება ამის შედეგებსაც კი და აქტუალურს გახდის ამ თემას და ვილნიუსის სამიტი პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ იქნება ჩაშლილი. ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ევროპულ კურსს და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად ეს მიმართულია ზუსტად კრემლის პოლიტიკის გატარებისაკენ. ჩვენ ანგარიში აუცილებლად უნდა შეგვეტანა გასულ წელს მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია. მოგეხსენებათ ორი ქართველი სამხედრო, ერთი სამხედრო ექიმი, ასევე რამდენიმე საქართველოს მოქალაქე, ბანკში მაცხოვრებელი ადამიანი გარდაიცვალა ამ სპეცოპერაციის შედეგად. ასევე ამ სპეცოპერაციაში გარდაიცვალნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ხომ შესაბამისად სიცოცხლის უფლება, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება ადამიანებისთვის. ის იყო დარღვეული, შესაბამისად არის საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გამოძიება ყოველი ასეთი ფაქტის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ნებისმიერი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და შესწავლილი. დგებოდა კითხვები ჯერ კიდევ მასში სპეცოპერაციის დროს, შემდეგაც დღესაც ხო არ ქონდა ადგილი ძალის გადამეტებულ გამოყენებას სამართალდაცავი ორგანოების მხრიდან. როცა ჩვენ მოგმართეს დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა, იმ ადამიანებმა, რომელთაც საკუთარი ახლობლები ოჯახის წევრები დაკარგეს ამ სპეცოპერაციის დროს, რა თქმა უნდა სახელმწიფო ვერ აურიდა გვერდს ამ მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ დავიწყეთ ამ ფაქტების შესწავლა. ქონდა არაერთი შეხვედრა, არაერთი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებისგან. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის სურათი, რომელიც განსხვავდება ოფიციალური ვერსიისგან. თუმცა ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ვასე ურუშაძე ქართულ საზოგადოებას 19 აპრილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშეს დამფუძნებელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კანონში ოკუპაციის შესახებ ცვლილებები შევიდა, პარლამენტში გამოჩნდა დეპუტატთა ნაწილი, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე უარს ამბობენ და ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას სურთ. ამ უკანასკნელის შექმნის იდეა კი ვლადიმერ პუტინს ჰქონდა. ვასე ურუშაძე აცხადებს, რომ აცის ვითარებაში მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე ევროატლანტიკური კურსის დასაფიქსირებლად 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის დაანონსებულ აქციას უერთდება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამას ითხოვდა ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და დღეს გვაქვს სახეზე ფაქტი, როცა გამოდის მთავრობა და მთავრობის ინიციატივით ხდება ამ კანონში ცვლილებების შეტანა. ასევე როცა საქართველოში გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც ტერმინ ოკუპაციას დიდი ბოდიში და აიგივებენ თვითმფრინავის ტუალეტთან, როცა ქვეყანაში და პარლამენტში გამოდიან დეპუტატები და ამბობენ, რომ რა საჭიროა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაცია საქართველოში, აგერ არაჩვეულებრივი ევრაზიის კავშირი იქნება და იქ ხო არ გვეცადა ჩვენი ქვეყნის ბედი.
როცა ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, რომ უნდა გადაიხედოს 2008 წლის ომის ფაქტები და მოხდეს თავიდან გამოძიება ამ ომის. ასევე ქვეყანაში ხშირად გვესმის ამ ბოლოს, რომ სხვათა შორის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ შესაძლებელია ომი დაიწყო ქართულ მხარეს 2008-ში და არა რუსეთის მხარეს. გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს და ვალდებულებიც ვართ, რომ მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე შეუერთეს 19 აპრილის აქციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კურსის ხარდაჭერას და დასავლური კურსის ხარდაჭერას და ჩვენ წევრებთან ერთად მივალთ 19 აპრილს და დავაფიქსირებთ, რომ საქართველოს არის ევროპული ქვეყანა და საქართველოს დარჩება ყოველთვის ევროპულ ქვეყანად. სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელები ბაზრის მონოპოლიზაციის პრობლემებზე საუბრობენ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მომუშავე კომპანიების თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზრის მონოპოლიზაციის რეალური საფრთხე არსებობს. მათი მტკიცებით ისინი მობილური ოპერატორების, საქართველოს ბანკისა და ქალაქის მერიის გარიგების მსხვერპლი გახდნენ. შეპესეები აცხადებენ, რომ საქართველოს ბანკისაგან განსხვავებით მათ დამატებითი შემოსავალი არ აქვთ, რის გამო საკომისიოს მიღებაზე უარს ვერ ამბობენ. მათ უსამართლოდ მიაჩნიათ მეტრომანის სისტემის საქართველოს ბანკზე მორგების ფაქტიც. ბიზნესმენები რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ეროვნულ ბანკს, მარეგულირებელ კომისიას და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავენ. ჩვენი დაფუძნებული სისტემა იმდენად წარმატებულია, რომ უამრავ პროდუქტს შეიცავს და უამრავი პროდუქტით საზრდოობს. თუმცა ძირითადი მაინც არის მობილური ოპერატორების მომსახურება, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ბანკისა და მობილური ოპერატორების არასამართლიანი უსამართლო გარიგების შედეგად ხდება ამ სფეროს მონოპოლიზირება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოს ბანკს აქვს საშუალება, რომ ზარალზე ამუშაოს თავისი აპარატები, ჩვენ არ აქვს საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ბიზნესი და სხვა შემოსავლის წყარო არ გაგვაჩნია და ამით საქართველოს ბანკი ცდილობს ნელ-ნელა გაგვიყვანოს ბაზრიდან და ჩვენი შესაძლებლობის ატროფირება გამოიწვიოს. საუბარი არის მინი ავტობუსების, მეტროს, სამგზავრო ბარათებზე, ალბათ ყველა სარგებლობთ ეგრეთ წოდებული მეტრომანის ბარათით. არის საუბარი იმაზე, რომ ყველა თვითმომსახურების ტერმინალში ყველა კომპანიის შეიძლებოდეს ამ ბარათების ბალანსის შევსება და არა კონკრეტულად მარტო ერთი კომპანიის. ეს არის წმინდა სოციალური ხასიათის პროექტი, რომელიც მოსახლეობას უბრალოდ ხელს უშლის მსგავსი სიტუაცია, რაც დღესდღეობის არის ბაზარზე. თუ კი რაიმე ელფერი შეიქმნა იმისა, რომ ვიღაც თბილისის მოქალაქე თუ ჩვეულებრივი მომხმარებელი სარგებლობს თბილისის ტერიტორიაზე გარკვეული შეღავათით, ეს პირობები არ ვრცელდება მთლიანად საქართველოს მასშტაბით და პირდაპირ მიმართული არის იმ დემპინგისაკენ, რაც იურიდიულად ყოველ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ შეგნებულად გაკოტრების პირას ჩაყენება და გაკოტრებული კომპანიის სავალალო შედეგების მიღება. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნომერ 1 საჯარო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა ვიქტორინა კონკურსის სახელწოდებით რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ გამართა. კონკურსში მონაწილეობა 4 საჯარო სკოლამ მიიღო. შეკითხვები გუნდებს, კროსვორდის შევსება, კაპიტნის ბლოკი და ბოლოს ლექსი ექსპრონტი. კონკურს ვიქტორინის ყველა ნაწილი განს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. კონკურსში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედმა 4 საჯარო სკოლამ, ბახვის ლიხაურის მეხუთემ და პირველმა სკოლებმა მიიღეს. დღევანდელი კონკურსი იმითაც გახდათ გამორჩეული, რომ გუნდები სკოლების მიხედვით არ დაყოფილან. სხვადასხვა სკოლის ბავშვები ინტეგრირდნენ და 3 გუნდი პირობითი სახელწოდებით პატრიოტი, ერთობა და თავისუფლება შექმნეს. ყველა კითხვა, რომლის აღებაც გუნდებს მოუხდათ, ნომერ 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს. დაძაბულდა საინტერესო ორთაბრძოლაში გუნდმა თავისუფლებამ გაიმარჯვა. ამ ღონისძიებამ ყველაზე მთავარი რაც მომცა ის იყო, რომ ჩემი ცოდნაც გავიღრმავა, იმიტომ რომ ქართულმა მართლა უხერხული არ იცოდა ექვთიმეს შესახებ. ну რა დამეგობრით რაც ყველაზე მთავარია სხვა სკოლის მოსწავლეები ბოლოს ტოვებ ჩვენ სურვილებს და რა თქმა უნდა შენიშნებს რა გვინდა რომ მომავალში გაკეთდეს. თავიდანვე წამოვიდა იდეა რომ ეს ღონისძიება ჩატარებულიყო არა სკოლების შეჯიბრების ეგიდით, არამედ სკოლებიდან რამდენიმე ბავშვის მონაწილეობით და გავხდარიყო გუნდები ინტეგრირებული, რაც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობდა შემდგომში ამ ბავშვების თანამეგობრობა. ბავშვები დაფიქრდნენ და მოისმინეს
არის ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. ექვთიმე თაყაშვილს ყველა იცნობს თითქოს და ყველა მიცის რომ ეს წმინდანად შერაცხული ღვთისკაცია, მისი 8 წლის საქართველოს წინაშე, მაგრამ არის ძალიან ბევრი დეტალი ისეთი, რომელიც მართლა საინტერესოა, მართლა საჭიროა რომ ვიცოდეთ და სწორედ ეს მოხდა დღეს, რომ ეს დეტალები, ეს ინფორმაციის გაცვლა მოხდა და ძალიან მართლა სასარგებლო იყო ყველა მონაწილისთვის. რაუნდებს შორის პაუზებს პირველი სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები ლექსებითა და სიმღერებით აფორმებდნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სურვილების დაფაც შეავსეს. სლოგანით ერთად ვებრძოლოთ ნარკომანიას. ოზურგეთის სპორტის სასახლეში პროკურატურის ინიციატივით საკალათბურთო მაჩის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ნომერ 4 საჯარო სკოლა გახდა. გურიის სამხარეო პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალური შეხვედრა კალათბურთში ნომერ 4 საჯარო და წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლებს შორის შედგა. შეხვედრის ორივე ტაიმი დაძაბულად გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 73-46 ნომერ 4 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. რაიონული პირველობისთვის ბრძოლა კალათბურთში 13 საჯარო და 1 სასულიერო სკოლებს შორის 12 აპრილს დაიწყო. სამხარეო პროკურატურასთან ერთად ტურნირის ჩატარებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა და სპორტის განვითარების ცენტრმა მიიღო. ვერ აღმოჩნდა მიასწროთ ბედნიერება ის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. გაწმენებული ვიყავით ჩვენ ჯარებში და გავამართლეთ. და აუცილებლად აღვნიშნოთ ამას და გვიხარია ყოველთვის 3 წელია ზედიზედ ჩვენ ვიგებთ და დღესაც ეს ტრადიცია არ დავამთავრეთ, ასე თქვა, არ დავამთავრეთ და კარგად ვითამაშეთ. დიდი მადლობა პირველ რიგში ორგანიზატორებს, რომ ასეთი ტურნირი ჩაატარეს. ყველაფერი კარგად გამოვიდა, ფინალში შესანიშნავი იყო და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ რეგიონ ოზურგეთს ვასახელებთ და ჩოხატაურის და ლანჩხუთს არ დავუთმოთ არაფერს. გუნდი ვფიქრობ, რომ მართლაც კარგი ინიციატივა არის, როდესაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, რომ დრო ცხოვრების დრო მოახმარონ სპორტს, ჯანსაღ ცხოვრებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მუნიციპალიტეტის პროკურატურა ყველა დაწესებულებო მზადავართ, რომ ესეთ ახალგაზრდებს გვერდით დაუდგეთ და უფრო მეტი სტიმული მივცეთ. ნომერ 4 საჯარო სკოლა უკვე რეგიონულ დონეზე შეხვედრას ლანჩხუთში გამარჯვებულად გამოვლენილ სკოლასთან გამართავს. გამოშვების დასასრულს ამინდის პროგნოზს გურიის რეგიონში ჩემი კოლეგა ნათია მუქერია გაგაცნობდა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გაგაცნობთ რეგიონში მოსავალნელ ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზს. ხოლო სინოპტიკოსები ოზურგეთში ვარაუდობენ ნალექიან ამინდს, იქნება საკმაოდ დაბალი ტემპერატურა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება მხოლოდ 12 გრადუსი ღამით. მოსავალნელია 6 იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ხვალისთვის როგორც ოზურგეთში, ასევე დაფიქსირდება წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ იქნება დღისით 13 გრადუსი ღამით. მოსავალნელია მხოლოდ 7 იქროლებს ცვალებადი მიმართულების ცივი ჰაერის მასა. ჩოხატაურში ხვალისთვის მოსავალნელია ცვალებადი ღრუბლიანი ამინდი დღის მეორე ნახევარში აქაც იწვიმებს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 13 გრადუსი ღამით კი იქნება მხოლოდ 7 იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ეს გახდა ჩვენს რეგიონში მოსავალნელი ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზი. მეკეთილი სურვილებით გემშვიდობებით. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად გრძანდებოდეთ.